მოკლედ დაუბრუნდით ჩემო ძვირფასებო და სანამ ჩვენს არაჩვეულებრივ სტუმრებს წარმოგიდგენდეთ, შეგახსენებთ, რომ ყოველ შაბათ-კვირას კომედი არხზე აუცილებლად ჩემო ნიკოლოზს უნდა უყუროთ მიხოს და მაროს ახალ სერიალს ძალიან კარგი სერიალი გაგვხდება. 8 საათს. და კიდევ ერთი ინფორმაცია, პაატა გულიაშვილის კომედიის თეატრში მარტის ყველა ბილეთები გაყიდულია და უკვე დღეიდან 3 აპრილის სპექტაკლის ბილეთები ჩაეშვა და შეგიძლიათ შეიძინოთ. უნდა შეგზანდეთ ჩვენს Facebook გვერდზე, სოციალურ ქსელში და იქ დაწვრილებით წერია ყველაფერი. ახლა კი ნიკოლოზ მაგარი ბიჭები ყავს და კი ბატონო, ნამდვილად ერთი სული მაქვს რომ წარვადგინო ისინი ჩვენი ტელემაყურებლების წინაშე ძალიან კარგი ბიჭები და ძალიან კარგი ადამიანები, რომელთაც ნამდვილად აი ამ სფეროში, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, შემო მეგობარო, ნამდვილად ერთქმით გამოთქმა რომ აი პელეები არიან. კი ბატონო და ისეთი თვითნაბადი და ისეთი იუმორით გამოირჩევიან ადამიანები, ჩვენი მეგობრები და უკვე საქართველოს მეგობრებიც. რა თქმა უნდა და ბევრს აღარ გავაგრძელებ ჩემო პაატა და მინდა წარვადგინო ისინი თქვენს წინაშე. ბატონი დავით ნემსაძე იგივე ჩუკიჩი და გოგა ხიჟაკაძე იგივე ობიკიჩი. რა ვიცი. როგორ გიკითხოთ, როგორ? ძალიან გაგვახარეთ და მადლობა მინდა გითხრათ კახეთის სახელით რომ მომზადდი დღეს და ასე უმრავლესობაში ხარ დღეს. აშია შუგი რო არ ყოლოდა კახეთს რა ეშველები. აბა. საიდან ვაფრინე კაცი, საიდან ვაფრინე. ცხენით რა. როგორ ახართ? მეგობრები. რაც მაგახმალია, იქ უქალოთ რა ვაწევიდო და უკან. წეიყო თავადისგან. ესე იგი, მინდა რომ როგორიც ახლა შენივად გამოიყურები, ჯორეკ წერიაო, ხო არის და კარგად გამოიყურები. პოტემჟავი ესე არ იყოს. საავადმყოფოში ნეიფული დავტოვე უქალოთ რა ვაწევიდოდიო და თამუნაიხები ცოლად სამიყონა. კი ბატონო. ხო, ეს ხო ნაბინებავია. კი ბატონო, არაფერს არ ვიგონებ ჩვენ. მოვიკითხოთ ჩვენი მეგობრებმა. ესე იგი კონსტანტინე მოვიკითხოთ ორ კონსტანტინეს ვიცნობდი ხელოვანში რომ მაგარი რო იყო. კონსტანტინე სტანისლავსკი და კონსტანტინე მჟავიას. ეგენაცვალი, მოკლედ ისე დავიწყეთ ჩვენი საუბარი. რაღაცა ქალებიც გაერია, მაინც მარტის თვიარი. ხო. და ყველა თვე მაგათია, მაგრამ მარტი განსაკუთრებით, იმიტომ რომ ისე დაიწყეთ. მარტზე იმდენი რამე ამოყარა ჩემმა ტვინის Google-მა ახლა. ჯერ ერთი 8 მარტი აგერ 2 დღის წინათ იყო და რაც კობა ბარათელი, გეგე სულხანიშვილი და ვახორი ყრიგაძეგევიცანი, მის მერე მე 8 მარტს ქალებთან არ მიქეიფი, ამა დაბადების დღეა და გავთავდი კაც დავდე ამწვერებიან კაცებს და მელოთ კაცებს ქალების მაგიერ. კი ბატონო, ხო და მე დარწმუნებული ვარ თქო, ჩემო ბიჭებო რომ თქვენს იმ Google-ში ხო ქალებზეც ბევრი იქნება. მოდი ქალებით დავიწყოთ. რაღამ ქალებზე ჩამოვარდა და ქალებით ვიწყებთ. ზესტაფონს ყავდა ერთი უსაყვარლესი კაცი, ჩემი უფროსი მეგობარი თამაზ მიხაილოვიჩი, მე და არ დავკონკრეტდები და ყველა ქალის ხმაზე საუბრობდა. ნიშნულობა არ ქონდა, აი ნებისმიერ ქალს დაგერავდა ისე რომ ტელეფონზე დაიწყებდა მუშაობას. აი ნამდვილი ჯიგარი ზესტაფონელი იყო და ერთ-ერთ ქალს უტრიალებს მის სახთან უნდა გამოიაროს ამ ქალს. ნუ ამოწყობილია ჩემი მიხაილოვიჩი ეგრე დგას არისტოკრატულად და რა ქნას ამ დროს გამოვიდა მეუღლე და ჭიშკართან დაიწყო ესე ხვეტავს რა. რა გაქნას ეს ქალიც მოვიდა აქ მეუღლე ხვეტავს და შედი დედა სახშიო გადახედა. შედი დედა სახში იქავდავი ახლა სოლკვაჟორის დაადგანათელი ჩემი მიხაილოვიჩი. 8 მარტზე და ქალებზე იმდენი რამე მახსენდება ერთად რომ ყველაფერს ვერ მოყვები. მაგრამ ავარჩი. მათი გეგეზე მოყევი, ეგ გუშინც იქონდა. ხო გავთავდი. რატო საზანოს რესტორანში ხომ მიუძღვენი ქალებს შესანიშნავად? რო გამოგეკიდო მთელი რესტორანი. მოკლედ შევეცდები მოყვე
მე ერთი კაი გოგო იყო ზესტაფონელი, ახლა მეცხვები იმა 2008-9 წლის ამბებს. უფრო უკანად წადი, არა. ხო, ოპელი მყავს, კაცო, კვასკვასა, წითელი ფურგუნი გრძელია რა. მაშინ შენ ყავს მარტო ჩათვალე. ხო, მაშინ ოპელი, მაგრამ ახლა ძველი ოპელოლოგია. ის დრო არის რომ 0 შესტები და რომ გადმოვდივართ ოპელებზე, ოპელი მანქანა მგონია მე, ხო და ახლა რა ხდება, თან ფურგუნია და შიგნი მაქვს ადიალა, ხან ზღვაზე ვარ, ხან ტყეში ვარ, ბუთაკა, ფეხებს გაშლიდი, ისეთი აქვს სიდენიებს რო გაშლიდი, 2 საწოლიანი კაი და არც ერთ გზავნეულ ქალს რო გზაზე არ დატოვებ, მოკლედ რა. იქნება მგელმა შეჭამა, ცოდო არ არის. შეგედა ასეთი, სულ ასეთი გულჩვილი იყო. მოვდივარ ახლა და მივდივარ იმ რესტორანში, სადაც ეს თავყრილობა არის და დაპატიჟებული ვარ. ხო. და მივდივარ და გვერდზე არც მეტი, არც ნაკლები შუქნიშანზე გამიჩერა იაგუარმა. ახლა მერსედეს და ცეკლას თვალი შეჩვეულია, მაინც იაგუარ და ზევიდან და გადმოვხედა გოგო ისეთმა, ესე თან ზევიდან მიყურებს, ისედაც ზევიდან მიყურებდა და თან თვალებით მანიშნა, იცი დადიხარო. და ვიცანი ეს გოგო იმანაც მიცნო და რომ მივედით 15 წუთში, აგერ არ გამეჩითა ჩვენ სუფრაზე. იქ დაგხვ. იქ დამხვდა. სოფრაზე ვიდიოდა ისიც. ვიცანი ახლა აღვიდგინე გონებაში ვინც არის რაც არის ნუ რა გოგოა იცი კაი მაღალი შვარტი 2 მეტრიანი და აი ისეთი ტანფეხი ხონდა სამსახურის ძებნაც რო არ გინდა ყველა რო ღებულობს კასტინგზე და 100 დიპლომი რო არ გინდა და რა ფერი რო არ გინდა რა რა მე იყო მიღებული ტანფეხი რო გიპატრონებს თელი ცხოვრება ასეთი ფიზიონომიის იყო და დავჯეხით ახლა გახურდა кейფი მოკლედ ძალიან რეპლიკებს მესვრის ახლა ოპელით ვიღადადის დალი ახლა იმანაც მესდავლიე ოპელი დღეს ვიღადადის მე გადმომკრა ახლა წყებლა ახლა და ოპელით ვიღადადის ვიჯო შემცხვა ახლა ამ ხალხში მაინც ხო იცი ახალგაზრდა კაცი ხარ შეგრა ახლა შინდისფერი კი არის მაგრამ ო შინდისფერი კი ამარა მოკლედ გულში მოგმიჩადება დიდად არ ვიცი მაგრამ მე მახასიათებდა ასეთ ექსპრომტებს ვამბობდი ხოლმე ახლა ხარტულებს რაღაცებს და დღესაც პრივიჩკაში მაქვს მორჩენილი და მოუყევი 1-2 მიუძღვენი ქალბატონებს ლექსის სიმღერა მიკროფონთან მიმიწვი ეს რაღაცა და ახლა ეს უკვე დათვრა და მიცკაპუნებს ასე მიცკაპუნ ერთი ლექსი ჩემზე დაწერე რა იქნება თან რაფერლაპარაკობს იცი თბილისურად ასლაპარაკობს იმერული ძერი ახლა რო დაყენებული აქვს ეს ხმა მარა უკვე რო დალია უკვე ეიბლანდა და ამ ჩაგრავს ახლა და მეთქი ახლა რა გავაკეთო ქალია რას შხობს ვარ დაუწყებ ასე და ერთი ლექსი ჩემზედაც იცახის და დავიწყე ასე მოკლედ 2 კუპლეტიანში ჩავატე ვარ თქვი უარი გიყიდეს იაგუარი მე არ დავტოვეს სოფელი და ქემოვჩიკინდი ოპელი ეს იყო ჩემი ბოლო რამარტი მის მერე სულ გეგეს დაბადების დღეს ხმა არა მოუღია ხმა არა მოუღია და 10 წუთში წავიდა 10 წუთში წავიდა ჩემი მიხაილოვიჩის ირგვლივ ვიტრიალებ ისევ და ერთ-ერთ ქალს გარდაეცვალა ზესტაფონში მეუკლია ხა არ არის ეს ქალი საჭირო ვინ იყო და ხა ცოტა ეს ქალი გამირჩეოდა იმით რომ ბევრი მანდილოსნები აეკიდენ ახლა ამ ქალს და რა თქმა უნდა ჩემი მიხაილოვიჩმაც ამ ქალის ხაზის ტელეფონებია იყო იმ დროს და გაიმარჯვა ხაზის ტელეფონზე ამ ქალს დაუკავშირდა არ ეშვება უტრიალებს ყველა მხრიდან მიხაილოვიჩი და ბოლო მეც დამეღუპა მეუღლეო მიხაილოვიჩი ეუბნება ამ ქალს და რითი დაგეღუპაო და რითიო და იმ ხელამაკო ვერ გამიძლო ბიჭო ეს ქალი იმ დონეზე ჩააგდო საგონებელში შუა ღამისას ამ ქალმა უთხრა რომ გნახავო ან ყავადავლიო თუ ანდამეო მეტიო ჩვენ შორის არაფერი არ მოხდებაო ბიჭო დეიბნა მიხაილოვიჩი ახლა სად წევიდე რა ვქნაო ბიჭო დუბლიონკის ღილივით მაქვს ერთ ვერაფერს ვიზამო ან რათი გავაგვირო და ღილები რო ხარა პარამკერა მაგ დუბლიონკის ღილივითო საწყალი ყვება და ჩაულია ერთ ფანჩულიძეების მაღაზია იყო მაშინ ქალაქში და ჩაულია იმ მაღაზიაში ყველაზე დიდი ბადრიჟანი აუღია ჯინსის შარვალში ჩაუგდია ფეხზე დაუსკოჭია და წასულა ბიჭო ამ ქალს მთელი საღამო ეს ქალიო მთელი ღამე ესე მაპარებს თვალსო რა ან არ უნდა შეიტყოს დააელამა ეს ქალი ცალთვალით უყურებს მართლა დიდი ქონიო ამ ქალს ეხლა ბოლო დავშორდით ახლა ჩვენ შორის ამოხდებოდა არაფერი ახლა მე გიძამებედი სახში ეს მიხაილოვიჩი გამზადილი ყავდა ეს ქალი რა ვიღაცისთვის ისეთ მომჭი და მეკე წამევედი სახშიო მიხაილოვიჩი ყვება წამევედიო მაგრამ ტანჯვა გევიარე რო ევიძრე სკოჭიო სუ დამაპუტა შარვალზეო ფეხებზეო მაგრამ ჩემეზობელ ლევანის რომ მივეცი აჯაბ ადრიჟანიო 3 დღე აჯაბ სანდალს აკეთებდა ჩაფსა 3 დღე აჯაბ სანდალი არ დამოლევია ბებერ ბაბლიკებზე კიდე რა გამახსენდა რომ
ახლა კონკრეტიკა რა საჭიროა და ივანიჩი ვყავდა ისეთი კოლორიტი. ერთ-ორ ფილმშიც არის ნათამაშები. აი ზესტაფონები, აი ბაბუ. ეგეთებდა, ნუ ლავრენტბერიაში ვერ გაარჩევდი, ძალიან მაგარი ტიპი იყო და სიტყვას ჯიბეში არ შეიყო ხა სიტყვისთვის ხელსო და ძალიან ენამოსწრებული და უნიჭიერეს კაცი იყო და მოკლედ 80 წლის რო გახდა მეგობარმა გაუკეთა იუბილე. გადაუხადეს. გადაუხადა, ხო და ახლა რა სიურპრიზი რა არის? ერთი კაინაშა გვერდზე დაუსვა მარჯვნივ და მეორე მარცხნივ. ხო და ივანს უყვარდა ხაჭაპურის გულისთვის სოშვის მიატოვებდა, ისე უყვარდა ხაჭაპური, მაგრამ ერთი პრივიჩკა ქონდა, მე ვიცოდი, ვინც ვიცოდი, წინ არ უჯდებოდი, არც ერთი რო შემევიდო და არ დაჭრა ხაჭაპური, მალე ძალიან ხაჭაპური და ყველი იბნევა და არ დაჭრა, იცოდა რომ იმის წინ ხაჭაპური არ უნდა დაგეჭრა და რო შემოუტანდნენ ამ ცხელ ხაჭაპურს, ჰო რა ცხელია ცალმხარაზე ჩაფერთხავდა ყველს და მეორე ნახევარ წინ ვიწუჭი და მოუტეხავდა, ეს თქვენო ბატონო, თავაზიანობის პონჩი და იმაში ყველი არისო ვაფჭე და ეს ახლა რა მომენტია, ხო რომ ივანჩი ადღეგძელეს და ცხელი ხაჭაპური საპატივცემულოდ მოუტანეს და რო ჩაკბიჩა ეს ნახევარ მთვარეს დაამგველეს ხაჭაპური და თავი აქ ჩაყოფილი შიგნით და სიამოვნებისგან კრუტუნობს ასე და ჭამს ჰო რა არის ძახის და ამ დროს ერთმას გადმოხედა გაფრთხილებულები არიან ეს ქალები და მეორემას და თავი რო აქ დახრილი იურივანიჩი გიდგებათ კიდევ ეს ქალი ეკითხება თავი კი არა მოყო ხაჭაპურიდან ასე ამოატრიალა თავი დისნეიში რომ მიატრიალებს და ჩერეს ძუძუ ახედა თვალებში ამ ქალს. ბოშო იმხნის ვარ მე თუ ავდექი დილას ამას რაღაც დებები. ამის ადგომას რაღაც დებები მე თუ ავდექი დილას. მე თუ ავდექი დილას. ერთი იოსკა ყავს, კაი ბიჭია, ძმაგაცი. ხო და რა ხდება ახლა? სამტრედიელი ცოლი ითხოვა, კაი ხნის წინ და მოკლედ ბებია გარდაეცვალა და ეს ახალი სიძი ახლა უნდა რომ გამოჩნდეს. გარდაეცვალა ბებია? სოლს გარდაეცვალა ბებია და უნდა რომ თავი გამეიჩინოს ახლა ახალი სიძია და ახალი სიძია. გააძრო $100 და იმერეთში უძახიან გადახურაო, ანუ დაწერა იქა. შესაწირი, მიცვალებული. შესაწირი $100 რა ფულია იცი? ტყიბულში იყიდი ერთად ახიამბინათ მაშინ გადა. მაგრამ თურმე კი არ ჩაწერა სეკაში რო ტიომს გახვალ, ხო იცი? ამას ყავს ახლა დიდი ბაბუა, დიდი ბებია ცოცხალი და დედა და მამა. კარგასულა ხანი დიდი ბებია გარდაეცვალა, მერე დიდი ბაბუა გარდაეცვალა, მერე ყველა სიკვდილი შვილები ვართ და დედა და ბოლოს მამის გასვენება და ჩამოსული ეს სიმამრი დანაკვილს არ უხსნის. ბაკლი ცვავს ღვინოს გასვენებაში, მეც ვისო მიგაიგას კარგად. არის დიდი სმა და მერე ამ ქელეხის შემდეგ პლოშაძე რო იციან მეორე სერია. სინაურები რო გადაგაზინებს ხიზელ სიმღამეს გაც უაღერე ოჯახის წევრი რო გადაეცვა და ბაკლიც მამიდის ხელჩართული. და ესეც დამთავრდა და სიმამს ატორტმანებს უკვე ეს ღვინო ისი არის და ცოლი უძახის გამოდი უჯო ქორწილი კი არა ნუ მომჯერი თავიო კაცო და ეს კაცი ნერვიულობაზე სვავს ამ იმას რა ქვია ღვინოს და ბოლოს რო გამოყავთ ახლა გარეთ და შებრუნდა ეს კაცი და დაეყნო ლოგინს და შეიხედა ლოგინ ქვეშ. რა შევიო კაცო ეს ცოლიეუნება ლოგინი გინდა ცუდად ხო არაო ვიხედები ლოგინ ქვეშ ავამტყოფი ხო აღარავინ დარჩა ამ დედა აფეთქებულს. პენდინი ევიდე ბოლოს ისე წამევედი ახო $500 ჩამოატანია იმას $. ეს რა ვარი არის ალალი. ნელი გორმუზია. ხო აღარავინ დარჩა ოჯახში. მიცვალებულებზე არის კიდე ერთ და დავამთავროთ ამით მიცვალებული. ეს ამ მიხაილოვიჩ სულსაძმა კაცო ყავდა. ეს ალამ ლობიოს და ფლავს არ მოგიტანებენ ესენი არ გაჩერდება. სულ ფულიანი ესეთი შეძლებული ხალხი ყავდა ჩემ მიხაილოვიჩ სამეგობრო ახლა ყველა და ერთ-ერთი ფულიანი დედის დასაფლავებაზე რომ 40-ზე მივიდა საფლავზე და გახედა არის აიკითხა 1919 წელს არის დაბადებული ახლა შეძლებული კაცია და 1919 წელს არის ეს ამის დედა დაბადებული და 1999 წელს გარდაიცვალა. აქაც წვილი ნომერია იღეს შემიძლია. აქაც წვილი ნომერი შეგვდაო. მოკლედ ერთ მაღალთიან სოფელში ან ხელმოჭერილი კაცი ცხოვრობს, რო ვერ გააშლევიებ მუჭს, ხო იცი? ხო და ბევრი ფართობი აქვს და მოსაცელია ბალახი, მოსათიბი რომ შემოდგომას შეინახოს ამთრისთვის და რამოდენიმე გექტარია და იფიქრა ხა ფული მაქვს, რაზე მევიდა მუშაობით თავიო და ეძებს 25 მენთია სტავგამაში და 10 მენთა დიჟოვა დღიურად მუშა. დღიურად მოურიგდა და ეს კაცი მშვენივრად ცელავს, კაცელავს. უყურებს და შუადღე მევიდა ახლა. თან ერთხელ უნდა აჭამოს ასია მორიგებული ორჯერ კი არა. ხო და რო დანაყრდნენ პატარა და ამან შეუყვანა ბაზარი ახლა რომ
ბიო, კარგად ცელავ ყველაფერიო, მაგრამ შეგენაცვალეო. მოდიო, მეორე მხარესაც დაუყენოთ, მაგას ცელიო და აქეთაც მოცელავო და იქეთაც მოცელავო და ორმაგ საქმეს გააკეთებო, მალე მოვჩებით. აი, ვახა მუშარი რაქნას და აგო აქეთაც ცელავს, იქეთაც და მეორე დღეს გახედა ახლა და რამე ფიქრობს, რომ თუ მანს მაინც იხდის და ბარემ შეგენაცვალე, ვახ სადილობაზე აბარებს ამას. კარგად ცელავ, იქითაც ცელავ, აქეთაც ცელავ, მაგრამ უკანო ფორჩქი გამეიბიო საქამრეზეო და აღარ გაცდები ამ ფორჩხვაზეო და იქით-აქეთ მოცელავ, პახოდუ ესო ფორჩქი მოაგროვებსო და უფრო მალე მორჩევითა და გამწარდა ეს გაზ და გამეიღო ქათვის ბარგალი კიდე. დედის შენის ნარ ჩამევიკიდებ და ღამეთაც იმუშავებ. აი გონება გახსნილი მაგაცხალ, ხედავ როგორ უთხრა. გონება გახსნილი, არაფერი შუაში არა, გამწარებული კაცი პასუხი. აუ გონება გახსნილი და მოსრებულმა მუშა. გონება გახსნილი როგორ მოვყავდა? დღეში ხარ მუშაობ. მეზობელი მყავს ერთი გონება გახსნილი იმნაირი უნდა, დაცვაში მუშაობდა. და დაცვაში მუშაობდა, გასაგზაოს იცავდა. და 22 წელი ჩალკს რომ მოპარა, ახლა ჩალგი ესე ტრაქტორი, გუსენიცნი ტრაქტორსო ჩალგები უგე ეს მოპარეს 22 წელი კაც. ხამეში. ბიჭო დილას უჩბროს ეჭუბებო რომ შენი დედავატირო ეს რაფერ მოგფარესო დაწერეო რა ხდებოდა რომ მევედი იყო და რო წევედი აღარაო. მევედი იყო. პატიოსანი კაცი იყო თუ თან გონება გახსნილი არც მოუწუებია სიმართლე თქვა რომ მევედი იყო რო წევედი აღარაო. ინვერი მყავს კაი კაცი, მაგაცი გავაშელაშვილი და მე ადრე მქონდა კინეულობები ხო და კინაში ერკვევი შენ წამომყევიო და 1-20 ცალი რკინის ბალკებია 12 მეტრიანი, ვინც იცის ახლა 12 მეტრიანი როგირს ძვირიღის, ორმაგიღის, თუ გრძელია და გაუჭრელი. შემაფასებიეო რა, რამდენს ავიღებო რო ფული უნდა გადავიხადო, თუ ღირსო გადახტატო და მოკლედ ქუთაისიდან 4 რკინის ტვირთავი სპეციალურად რკინას სხვანაირი მუშა უნდა, წოდნე და ვარ დაიზიანოს თავი და მოკლედ ტვირთავენ და 1-15 ცალი დააწყვეს. ამასობაში ღამდება ტრაილერი მყავს აყვანილი და ძალა აღარ გვაქვს მოხელშიო ეს ხალხი იძახის და ხვალო გავაგზელო დავისვენებ. არა მე ვუთხარ ხვალ ტრაილერი ცალკე უნდა მოვიყვანო აზრი არა კარგის მოვუთხარი და ასასიმენთ ხო გაძლევ თვითოს კიდე დაგიმატებ დასასმანეთს მე ვუთხარი საღამოს რესტორანში შევიდეთ დავიგდო მოვჩეთ ბიჭო ფულიო ახავ და ერთი ცალი კიდე შეაგდეს კიდე მეორეც ვეხვეწეთ და ბოლოს დარჩა 3 და უკვე ფიზიკურად ეცემიან აღარ აქვს ძალა და ახლა მე ვიფიქრე ის რა ქვია ნაოსნებს რომ ბარაბანზე და ახლა მე ვუთხარი 1-2 და ოპას რო დავიძახებ ერთად თავწევთ მე შევუდექი ახლა რომ აგაწევიებთ აბა და მე თქვენთან ვარ და რაღაცა და იდეოლოგია 1-2 და ოპა ვიძახ და ამ ოპაზე ყველამ ერთად უნდა ავწიოთ ენვერას ხერხემალი ტკივავე ვერ ჩალიჩოს მაგრამ ხელსა კიდევს მაინც რომ იმას ეკონოს რომ 6 კაცი მუშაობთ უკვე და დარჩა 2-2 ცალი და არაქად გამოცილია ქუთაისელი ვეღარ დგება ფეხზე და გამომხედა და ახლა რას გეტყვი უფროსო იცი მე მეუბნება ახლა შენაც იაგიბალკა და ოპას მე დავიძახო არის ერთია კარგი ამბავი რომ უკვე გამახსენდა კიდე კარგია დავტოვე 2 ცალი ერთი კაი ზესტაფონელი ყავდა როსტომ კასტანტინოვიჩი ჩემი უფროსი მეგობარი ბაბუ აი მართლა კოლორიტი კაცი იყო ზესტაფონის და ჩვენს მეგობარს აზრიკო შიშკართან დაუნტრიეს ჩვენს ჯიდოვიჩ მანქანა რა დაეტაკენ შიშკართან დაუნტრიეს მანქანა ეს მანქანა მეზობლის ეზოში გადავარდა ვაფშე ერთი სიტყვით ეს კაცი ახლა ვინც დაგვეჯახა მანქანას დაგვიმტრიეს მანქანა ამ ჩვენს მანქანას გადმოდის ეს ბიჭი ძირდა ნახევარიო თქვენი ზარალეთ და ნახევარს მე ვიზარალებო ახალი წლის ღამე არის ახლა იქ მეზობლები გამოვიდნენ ეს კასტანტინოვიჩიც გამოვიდა ჩვენი ბაბუა და ეს ძალიან ამოსტრებული იყო ეს კასტანტინოვიჩიც და ერთი წუთიო უთხრა ამ კაცს ამან რო დაიწყო რომ ნახევარი თქვენი ზარალეთ და ნახევარს მე ვიზარალებო გააჩერა კასტანტინოვიჩმა მაცალი და გეტყვი ახლავეო მეო აფხაზეთშიო რკინის კონსტრუქციებს ვაშენებდიო პედალობაზის შეფი იყო ეს ბაბუა და მე რო იქიდან რო დავამთავრეო მუშაობაო ტექნიკა მომყავდაო მოვდიოდიო და სამეგრელოშიო რომ მოვდიოდიო რომ შემოვდიოდიო ჩემმა კრანოვჩიკმა ერთ-ერთი მეგრელის ღორი მოკლა გზაზეო გამოვარდა ახლა ეს მეგრელიო და რა მიქენიო დამღუპეო ეჭხუბებაო ჩემო მძღოლმა უთხრაო რომ ნახევარი შენი ზარალი და ნახევარს მე ვიზარალებო მეგრელმა იცი რა უთხრაო რა
მეორე მყავს ღორის სახში გამევიყვან დედაგე ერთი შენ და ერთი შემოდი მე რა უნდა ვიცრა აგრებული დამიტრი ჭიშკართან მეორე მყავს ღორის სახში დედაგე ერთი შენ და ერთი მე ლავარი დახა შეიძლება ზიაბაჟაში ეს გზაზე უღრმესი მადლობა ბიჭებს უნდა გადაუხადოთ ჩემო პატარო გამონახეს დრო გვესტუმრენ და ასე თავიანთი ხალასი იუმორით, თავისი აკოფნით ჩვენს და რაც თავარია მოგვიკითხეთ ზესტაფონელები, აუცილებლად გესტუმრებით და მადლობა კიდევ ერთხელ სტუმრობისთვის. დავიშალოთ ბიტლზები. წესი. იქეთ არ მიდიოდი. სარავზე ვიდოდი ახლა ასეთი კაი ხალხი, წარმოსადეგი ხალხი აგერზის და რა ფერ უნდა გახვიდე ისე რომ ერთი არ ააჟღერო ერთად და ხასიათი არ მოხვიდე.